შუქრუთის მაღაროში დასაქმებული კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევა 25 მარტს მოხდა. 50 წლამდე კაცი სამუშაოს დასრულების შემდეგ მაღაროს ტოვებდა, როცა გულის შეტევა მიიღო. მიქაცაძე ვარაუდობს, რომ გარდაცვალება მძიმე სამუშაო პირობებს უკავშირდება. მაღაროში უჰაერობა და მაღალი ტემპერატურა იყო, ამიტომ გამოსვლისას ტემპერატურის ცვლილებამ კაცს გულზე პრობლემები შეუქმნა. გარდაცვლილი ჯეირან ავსლანდია აფხაზეთიდან დევნილია. ის 90-იანი წლებიდან ჭიათურაში მუშათა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ავალიანის საქმის ფარგლებში ცრუჩვენების მიცემის ბრალდებით კიდევ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. საუბარია ჯგუფური ძალადობის მრავალ ეპიზოდიან საქმეზე, სადაც სხვა პირებთან ერთად ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობაში ბრალდებულებიც მონაწილეობდნენ. დაკავებული მოზარდი დიდი დიღმის ძალადობის მონაწილე იყო. მან ვიდეოებში ბრალდებულებთან ერთად საკუთარი თავიც ამოიწურა. თუმცა სასამართლოზე ჩვენება შეცვალა. კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ, რომელმაც მარტის დასაწყისში ოცნების დელეგაცია ამერიკაში მიიწვია, მარტის ბოლოს ვაშინგტონში რუსეთის დუმის დეპუტატებს უმასპინძლა. შეხვედრა 26-27 მარტს გაიმართა. რუსეთის დელეგაციის ყველა წევრი დასავლური ქვეყნების მიერაა სანქცირებული. ცნობილი თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი დააკავეს. მსახიობის წინააღმდეგ ნარკოტიკების საქმეზე დაკავების ორდერი იყო გაცემული. ერჩელი ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.